მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ვისაუბროთ საბურავების შესახებ, განვიხილოთ ევროპული საბურავების ზომები, შევადაროთ ამერიკული საბურავის ზომებს, გადავიყვანოთ ინჩები ევროპულ ზომებში და წარმოდგენა რომ გქონდეს, რას ნიშნავს საბურავებზე დატანილი გარკვეული სახის ესეთი ნომერაციები. აქ მე მაქვს ჩამოწერილი ინჩებიც და ევროპული ზომებიც, მაგრამ ამას დაუბრუნდეთ ცოტა მოგვიანებით. აი მაგალითად განვიხილოთ ჩვენი Genius Versatiles საბურავი, რომელიც არის 37 ინჩიანი, 12.5 16-ზე LT Light Track-ია ეს. დავიწყოთ 37-ით. რა არის 37? 37 ინჩი არის, ეს არის ამერიკული ზომები, რომელიც იზომება საბურავის ძირიდან ზუსტად თავამდე. ანუ 37 ინჩი არის აქედან აი აქამდე რომ გავზომოთ. რომ გადავიყვანოთ სანტიმეტრებში, ვიცით ჩვენ რომ აგერ ჩამოვწერე გრაფა 1 ინჩი არის 2.54 სანტიმეტრი, 37 ინჩი რომ გავამრავლოთ 2.54 სანტიმეტრზე, მე ვიღებთ დაახლოებით 94 სანტიმეტრს. ანუ საბურავის ძირიდან საბურავის თავამდე უნდა იყოს 94 სანტიმეტრი, რაც რეალურად მასია. გადავიდეთ ახლა 12.5-ზე, რას ნიშნავს 12.5? 12.5 არის საბურავის სიგანე ინჩებში. დაუბრუნდეთ ჩვენ გრაფას, 1 ინჩი ვიცით რომ 2.54-ია, 12.5 გამრავლებული 2.54-ზე არის 31 და 75. ნუ მივხვდით ხომ 31 და 75 უნდა იყოს საბურავის სიგანე. ქარხანა დამამზადებელს უწერია ასე და რეალურად უნდა იყოს ეს. რაც შეეხება 16-იანი, ეს არის 16-იანი დისკს რომ ვეძახით ჩვენ. ჩვენ შემთხვევაში 16 უნდა გავამრავლოთ ანალოგიურად 16 ინჩია, უნდა გავამრავლოთ 2.54-ზე ისევ და ვიღებთ 40.74 სანტიმეტრი. ესეც სანტიმეტრით რომ გავზომოთ დისკის შიდა საბურავის შიდა მხარე არის 40.74 სანტიმეტრი. ანუ მივხვდით ხო ამერიკულ ზომებს. პირველი 37 არის საბურავის თავიდან ბოლომდე, მეორე 12.5 არის საბურავის სიგანე, მესამე არის 16 საბურავის შიდა გულის დიამეტრი სანტიმეტრებში 40.74 და რაც შეეხება LT არის light track-ი. ჩვენ შემთხვევაში ხა ამ საბურავს ბევრი დამატებითი ნიშანი არა აქვს, აგერ შეგვიძლია განვიხილოთ 116 K ინდექსით და 6 PR. 6 PR რას ნიშნავს? 6 PR არის საბურავის სისქე, ანუ 6 შრიანია, 6 შრისგან შედგება ეს საბურავი. და 116 K განვიხილოთ, ეხლა რა არის 116 K? K არის ინდექსის მაჩვენებელი. რომ შევიდეთ და დავგუგლოთ ინტერნეტში, გვეტყვიან რომ მაქსიმალური სისწრაფე ამ საბურავით შეიძლება ვიმოძრაოთ 68 მილით. დაახლოებით 100-110 კილომეტრი არის ამის დასაშვების სიჩქარე. ანუ უფრო მეტი სიჩქარით შესაძლებელია სიარული, მაგრამ რეკომენდირებული არ არის. ეს არის ამის მაქსიმუმი დასაშვების სიჩქარე. 116 რას ნიშნავს? 116 არის თითო საბურავზე დასაშვები დატვირთვა, რომელიც არის 1150 კილოგრამი. ანუ კონკრეტულ შემთხვევაში ამ საბურავზე, ერთ საბურავზე მაქსიმალური დასაშვები დატვირთვა არის 1150 კილოგრამი. ჩვენ შემთხვევაში აქ მეტი ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი არ გვაქვს. აღნიშნული საბურავები არის 3 სანტიმეტრიანი პროტექტორით. აი ესეთი სახის სხვადასხვა მიმართულებით გაყოფილი შუაზე და ეს ზოლი, რომელიც უზრუნველყოფს სიჩქარეზე ხმის მაქსიმალურ ჩახშობას. ანუ რა თქმა უნდა, ხმა ამ საბურავს აქვს, მაგრამ შედარებით გენიუსო გროვებისგან
მეტად ნაკლები ხმა აქვს. გადავიდეთ ახლა მეგობრებო ჩვენს ევროპულ ზომებზე. როგორ შეიძლება შევადაროთ ამერიკული ზომები უცბად ევროპულ ზომებთან. დავიწყოთ ახლა განხილვა ევროპული ზომებზე. თუ რამე შეკითხვა გექნებათ, აუცილებლად მოგწერეთ კომენტარებში და შევძლებ გიპასუხოთ დეტალურად და კიდევ ერთხელ აგიხსნათ ნებისმიერი თქვენი შეკითხვა. 325-80-ზე 1.17 ეს არის ევროპული ზომა, ვთქვათ. 325 არის ევროპულ ზომაში სიგანე საბურავის 325 80 არის 325-ის 80% არის ეს სიმაღლე საბურავის პროტექტორიდან დისკის პირამდე. ანუ ბევრს ეშლება და გვეუბნება რომ 80 არის ეს ზომა, რაც არის შეცდომა. ანუ როდესაც ჩვენ საბურავს ვზომავთ, უნდა ვიცოდეთ რომ 325 არის სიგანე, ხოლო მისი 80% უნდა იყოს ეს სიმაღლე. ეხლა გადავიდეთ. ნახოთ რომ 325-ის 80% არის 26 სანტიმეტრი. ეს სიმაღლე არის 26 სანტიმეტრი. რატომღაც ევროპულ ზომებში არის ესე. მე მგონი მიხვდით ხომ? სიგანე არის 325, ეს მოკლე სიმაღლე, ამ ბორტის პირიდან პროტექტორის პირამდე არის 325-ის 80%, რაც არის 26 სანტიმეტრი. ანუ 325-ს ვამრავლებთ 0.8-ზე და მივიღებთ 26 სანტიმეტრს. დავიდეთ ახლა 1.17-ზე და გავარკვიოთ რა არის, რას ნიშნავს ერი და 17. ერი ნიშნავს რადიალური საბურავის ნიშანს, ანუ რადიალური საბურავები არის ასეთი სახის, მხოლოდ ძაფები მიდის ერთმანეთის პარალელურად საბურავის აწყობის დროს ასეთი მიმართულებით. ანუ საბურავი რო იქმნება, ქარხანა დამამზადებელი რო ქმნის, ესეთი სახის ძაფები აქვს ერთმანეთის პარალელურად გაკეთებული. არსებობს დიაგონალური სახის საბურავები, ჩვენ შემთხვევაში ჩვენი საბურავები არის დიაგონალური საბურავები. დიაგონალური საბურავები არის ესე და კვეთს ერთმანეთს. ეს ძაფები, რომელიც უზრუნველყოფს უფრო კარგად მუშაობას, საბურავის კარგად გაშლას და დაშვების შემთხვევაში ბევრად კარგად მუშაობს საბურავი, ვიდრე რადიალური საბურავები. უმეტეს ნაწილად უგზოობის საბურავები არის დიაგონალური სტილის საბურავები. 17 მე მგონი იცით თქვენ, 17 არის 17 ინჩი არის ეს დიამეტრი საბურავის გული თავიდან თავამდე, ანუ დიამეტრი. რადგან ეს 27 12.5 1/16-ზეა, 16-იანი განახეთ და 16 ინჩი გავამრავლებთ 2.54-ზე და მივიღებთ დაახლოებით 41 სანტიმეტრი. ანუ 1 ინჩი რადგან არის 2.54 სანტიმეტრი, 16-ს ვამრავლებთ 2.54-ზე და ვიღებთ 41 სანტიმეტრს. ანუ 16 ინჩი არის 41 სანტიმეტრი. ანალოგიურად 17 ინჩი, ეხლა არ გამიმრავლებია, გავამრავლებთ 2.54-ზე და ანალოგიურად მივიღებთ ამ ზომას დიამეტრს სანტიმეტრებში. გადავიდეთ ახლა ამერიკულ და ევროპულ საბურავის ზომებზე. აი ბევრი კითხულობს მაგალითად რომ 35 ინჩი საბურავი რამდენი სანტიმეტრია. ხო, უკვე ვიცით კარგად რომ 35 ინჩს გავამრავლებთ 2.54-ზე და საბურავის სიმაღლე ძირიდან თავამდე არის მაგდენი სანტიმეტრი. ეხლა ევროპულ ზომებთან შეთანხმებით რომ გითხრათო გვეკითხებიან ხშირად რომ ევროპულ ზომებზე რამდენია. 35 ინჩი შეიძლება იყოს მეგობრებო 65-70-ზე 12.5-იანი სიგანით და შესაძლებელი იყოს 295-80-ზე 11.5-იანით. ანუ ეს ზეპირად თქვენ
ვერავინ ვერ გეტყვით კონკრეტულად, რომ 35 ინჩი, აი ეს კონკრეტული რა ზომა, ეს დამოკიდებულია ქარხანა დამამზადებელზე, რომ ეს ქარხანა დამამზადებელმა შეიძლება გამოუშვას ცოტა განიერი საბურავი სხვა ზომით, გამოუშვას ცოტა ვიწრო საბურავი სხვა ზომით. და ეს ზომები ერთმანეთთან შეფარდებით ისევ დაახლოებით მიდის 35 ინჩთან. ანალოგიურად არის 37 ინჩი, აი 325-25-ზე, 325-80-ზე 12.5, აგრეთვე არის 295, 90-ზე 11.5. 11.5-ის შემთხვევაში იცით ხომ ესენი რა არის საბურავების სიგანეები, ანუ 11.5 მეტად ვიწროა, უკვე სხვა ზომაა, აქ 12.5 მეტად განიერია და უკვე სხვა ზომაა. ანალოგიურად 38.5 არის 325-85-ზე, მე ვიძახი დაახლოებით ზომებს, რომ კითხულობთ ხოლმე 40 ინჩი არის 325-90-ზე, 13.5-ში და 43 ინჩი არის 385-55-ზე, 15.5-ში. ანუ 15.5-ის მაგივრად აქ რომ ეწეროს ნაკლები, შეიძლება ეს ციფრები უკვე იყოს შეცვლილი. როგორც ამ შემთხვევაში აგერ 12.5 წერია და გამოვდივართ აქ და 11.5 წერია და რამხელა სხვაობაა ციფრებს შორის უკვე. მოკლედ კიდევ ერთხელ რომ გადახედოთ და წარმოდგენა რომ გქონდეთ დაახლოებითი ევროპული ზომები, აი ეს რაც ჩამოვწერე ინჩებთან შედარებით. აქ ახლა მე სპეციალურად 42 ინჩი არ მაქვს მითითებული და მინდა ცალკე ინდივიდუალურად განვიხილოთ ჩვენს გენიუს ოგროზე 42-14-17-ზე. ანუ 42 არის თავიდან თავამდე, 14 არის სიგანე და 17 არის შიდა გულის დიამეტრი. ანუ 42-ს ვამრავლებთ 2 და 54-ზე სანტიმეტრებით რომ გავიგოთ, რამ სიმაღლეა ზუსტად საბურავი, 14-ს ვამრავლებთ ანალოგიურად 2 და 54-ზე და ვიგებთ სიგანეს საბურავის და 17-საც ანალოგიურად ვამრავლებთ 2 და 54-ზე და ვიგებთ შიდა დიამეტრს საბურავის. ეს იყო ჩვენი მოკლე მიმოხილვა, ძალიან მოკლედ განვიხილეთ ევროპული და ამერიკული საბურავის ზომები. რაც შეეხება ჩვენ საბურავებს, მეგობრებო, ჩვენი გენიუსის ფირმა ოგროს და ვერსატილს ველოდებით დაახლოებით სექტემბერში გენიუს ოგროს დაბალ ზომებს, ანუ გვექნება 29, 31 ინჩი, 33 ინჩი. ნახოთ შეიძლება 35 და 37 ინჩიც მოესწროს, გვექნება 43 ინჩი და 44 ინჩი გენიუს ოგროები, აი საბურავები. 43-ში და 44-ში, რომლის პროტექტორის სიმაღლე ეხლა არის 3 სანტიმეტრ-ნახევარი და დიდ ზომებში გვექნება უკვე 5 სანტიმეტრიანი პროტექტორებით. რაც შეეხება ვერსატილეს, დარჩება 35 და 27 ანალოგიური ზომებით 3 სანტიმეტრიანი პროტექტორით. აქ არაფერი არ შეცვლილა, მხოლოდ და მხოლოდ დიდ ზომებში შეიცვლება პროტექტორის სიმაღლე 43-ში და 44-ში. ასე რომ ვისაც პატარა ზომები გნებავთ, დაგველოდეთ, არ ინანებთ, მართლა საუკეთესო საბურავებია. ძალიან მაგრად მუშაობს ყველანაირ გრუნტზე, გამოვცადეთ და საკმაოდ დიდი შედეგიც დაგვიდო. დამატებით გეტყვით, რომ გვაქვს ორი სახის ჭალამბარი, ეს არის გიოასოცი, კამაპის ჭალამბარი და კამაპის სოლო. სოლო ვერსია არის ინოვაციური ვერსია, ახალი ვერსია თავის მონიტორით. აქვს მუხრუჭების სისტემა გამოტანილი გარეთ, რომელიც იცავს
გადახურებისგან, გაცხელებისგან. ხედავთ ალბათ რამდენად მაღალი ხარისხია. ორივე ჯალამბარი მუშაობს იდეალურად. არის 12000-იანი და 12500-იანი. თავის დაცვის სისტემები აქვს. Solos აქვს lifetime guarantee. და რა თქმა უნდა, Gios-საც აქვს გარანტია. საკმაოდ მაღალი ხარისხის ჯალამბარია ორივე, რომელიც მუშაობს იდეალურად ჩვენს პირობებში. დღესდღეობით ქარხნულად ბევრ ამერიკულ მანქანაზე გამოიყენება და აგრეთვე მეგობრებო დუბაიში სპეციალური შეკვეთით, რომელი Nissan პატრულებიც არის Y61-ები, ქარხნულად მოყვება გამაპის ფირმის მოგლეთ მეგობრებო, ამით დავასრულოთ ჩვენი განხილვა. მოგწერეთ აუცილებლად თუ რაიმე შეკითხვები გაქვთ ზომებთან დაკავშირებით. შევადაროთ კიდევ ერთხელ თქვენთან ერთად ამერიკული ზომები, ევროპულ ზომებს, განვიხილოთ ნებისმიერი თქვენი შეკითხვა. აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს, მოიწონეთ. ხოლო ჩვენ ყოველთვის ვეცდებით ოფროუდთან დაკავშირებით თქვენთვის საინტერესო ინფორმაციები გავაჟღეროთ ჩვენს YouTube არხზე.